გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით და დღეს მინდა ვისაუბრო კიკუს უნებებთან დაკავშირებით. ძალიან პატარა ვიდეოა, ნახოთ ერთად 22 წამიანი ვიდეოა და შემდეგ გავაგრძელებ საუბარს კიკუ ელისაშვილის უნებებთან დაკავშირებით. ხორი ესა კალათი, ეს დახურებული ეს მართლა რა. კულაშელი ხორი ეს გაუმაცხარი ეს. კი 51 კორპუსს აშენებს. რომ არ იქ გძნობს რომ შეიძლება წააგოს ეხა ჯიგარმა არჩევნები და დაიწყო სასტრაფოს რომ წილები დარჩეს. თბილისის ისტორიაში ასეთი მექთამე და კორუმპირებული მერი არ ყოფილა. ამის დამარცხებას რა უნდა? მოკლედ, აი ეს ფაჩიკო ელისაშვილი ზის და კახი კალაძეს კულაშელ ღორს ეძახის და ასევე იძახის რომ 51 კორპუსს აშენებსო და თბილისო კალაძეზე უფრო კორუფციონერი მერი არ ყოლიაო და ამის დამარცხებას რა უნდაო და თუ ეს ასია კიკუ ელისაშვილო და თუ მართლა მაგის გჯერა რომ კალაძის დამარცხებას რა უნდა, მაშინ დაგეყენებინა შენი თავი მერობის კანდიდატად და დაგემარცხებინა კახი კალაძე. მაგრამ ძალიან კარგად იცი რომ ამას სიზმარშიც ვერ შეძლებ და ვერც ოცნებაშიც ვერ შეძლებ ამას ვერასოდეს და რომ 1% არ გაქვს იმის შანსი პირადად შენ რომ კახი კალაძეს მერობის არჩევნები მოუგო. კახი კალაძეს კი არა, რა ვიცი, აი სოსონ არიმანიძე რო დაგიყენონ მერობის კანდიდატად რო დააყენონ სოსონ არიმანიძე ის მედოლეროა მომღერალი და აქეთ კიკუ ელისაშვილი რო დააყენონ კანდიდატად სოსონ არიმანიძესაც ვერ მოუგებს არჩევნებს კიკუ ელისაშვილი არათუ კახი კალაძეს. რაც შეეხება იმას რომ თურმე კულაშელია კალაძე და ამ კულაშს სპეციალურად იმიტომ ახსენებს რომ ხაზს უსვავს რომ ვითომ პროვინციელია კალაძე და ვიღაცა აი პროვინციელი ტიპი კალაძე არის თურმე ქალაქის მერი. ამ კულაშელმა კალაძემ იმდენი შეძლო რომ თელ მსოფლიოს თავი შეაყვარა და სტადიონები ივსებოდა და ტაშს უკრავდნენ კალაძეს და დღემდე კალას ეძახის მთელი მსოფლიო და სიყვარულით მოიხსენიებენ. ხო და აი ეს სირი ელისაშვილი 20 კაცს ვერ აგროვებს. აი გამოვიდეს კიკუ ელისაშვილმა და პირადად თვითონ თავისი მხარდამჭერები 50 კაცი შეაგროვოს თბილისში და სადმე შეკრიბოს სკვერში ან ბაღში ისეთი 50 კაცი რომელიც პირადად ელისაშვილის მხარდამჭერი იქნება და გამოვალ და ბოდიშს მოუხდი ამ გადაცემისთვის. მაგრამ ძალიან კარგად იცის ელისაშვილმა რომ ვერასოდეს ვერ შეაგროვებს ამ ქალაქში 50 კი არა 20 კაცი შეიძლება ვერ შეაგროვოს რომელიც პირადად ელისაშვილს ტაშს დაუკრავს და პირადად ელისაშვილის მხარდამჭერი იქნება და სწორედ იმიტომ არის რომ ხაზარაძის ტრაქში შევარდა რომ იქნებ ხაზარაძის ტრაქში თავის შეყოფით შეძლოს და რაღაცა ჩერეს ხაზარაძის მხარდამჭერებით ამან რაღაცა ქულები დაიწეროს. ეს რაც შეეხება იმას რომ თურმე კალაძე კულაშელია და ელისაშვილი თურმე თბილისელი. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს სად დაიბადები თუ პროვინციელი ხარ და თუ ბანძი ხარ და თუ გოიმი ხარ ისეთი როგორც ელისაშვილი ხარ. ეხა ელისაშვილი თბილისში დაიბადა თუ მილანში დაიბადებოდა თუ კულაში იგივე ფარჩაკი იქნებოდა რა ფარჩაკიც დღეს არის ხო? ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პროვინციელობა იმით არ განისაზღვრება სად დაიბადა ადამიანი. პროვინციელობა განისაზღვრება გონებით, ფიქრებით და ადამიანობით შინაგანი სამყაროთი და აი კიკუ ელისაშვილი გახლავთ ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება თბილისში დაიბადო ადამიანი და თავიდან ფეხებამდე იყო პროვინციელი ვიღაცა ბანძი არსება. რაც შეეხება იმას რომ თურმე კახი კალაძე 51 კორპუსს აშენებს ქალაქში და თურმე აი კორუფციაშია თავიდან ფეხებამდე გადავარდნილი ამასთან დაკავშირებითაც ვიტყოდი შემდეგს. სულ რომ 100%-ით უტყუარი მტკიცებულებები წარმოადგინოს ელისაშვილმა იმისა რომ კახი კალაძე კორუფციაშია გარეული და თავიდან ფეხებამდე კორუფციაში რომ იხჩობოდეს კახი კალაძე და ამის უტყუარი ფაქტები რომ წარმოადგინოს ოპოზიციამ აი ამ კორუფციაში გარეულ კახი კალაძეს რო შეხედავ და მე კიკუ ელისაშვილს რო შეხედავ ადამიანი
მაინც ხომ 1% არ არის იმის, რომ აი ეს ვითომ წესიერი ფარჩაკი ელისაშვილი ადამიანმა კალაძეს ამჯობინოს, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულ რომ იხჩობოდეს კახი კალაძე კორუფციაში, მაინც 1000 თავი ჩვენზე უკეთესია კიკუ კახი კალაძე და მაინც ჩვენზე 1000 თავით და 1000 ჯერ უფრო ღირსეული ადამიანია კახი კალაძე, ვიდრე შენ ხარ ფაჩიკო ელისაშვილო და შენი ღირსეულობა და შენი კაცობა ძალიან კარგად დაგვანახე მთელ ერს და უпростоრად შენ კი არ დაგვანახე. შენმა პატრონმა მამუკა ხაზარაძემ 100%-ის სიზუსტით დაგვანახა ქართველებს თუ რამდენად ღირსეული ხარ და საერთოდ რას წარმოადგენ და რა ადამიანი ხარ. ამისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი მამუკა ხაზარაძეს მადლობას, რომ შენი პიროვნება 100%-ის სიზუსტით გვანახა საზოგადოებას თუ სინამდვილეში რასაც წარმოადგენენ და პირდაპირ კიკუ ელისაშვილი ხარ. იმდენი ქენი რომ კიკუ დაირქვი შენი არასწორობებით და შენი უღირსი პიროვნებიდან გამომდინარე და ეხლა ზიხარ და კალაძეზე ლაპარაკობ რაღაცებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. კალაძე 51 კი არა 500 კორპუსს რო აშენებდეს თბილისში, მაინც ჩვენზე ღირსეულია და მაინც ჩვენზე კარგი ტიპია და მაინც კალაძეს შემოვხაზავთ ქართველების უმრავლესობა და მაინც აი შენ 1% შარსი არ გიქნება აი ამ კორუფციაში გახრულ კალაძესთან რომ თანაბრად დადგე. არა თუ მოუგო და რამეში აჯობო. იგივე შემიძლია ვთქვა ზოგადად ოპოზიციაზე და ქართულ ოცნებაზე რა. სულ რომ დაუშვათ ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების ყველა წევრი კორუფციაშია გახვეული და აი ამის გათვალისწინებით, რომ მე თქვენ რო შემოგხედავთ ოპოზიციას რას წარმოადგენთ და ვინ ხართ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მაინც აი ამ კორუფციაში გახვეული ქართული ოცნება გამოიყურება თქვენზე უფრო ღირსეულად, თქვენზე უფრო კაი ტიპებად და თქვენზე უფრო 1000 თავით მაღლა იქნება ყოველთვის. აი ეს კორუფციაში გახვეული ქართული ოცნება, ოპოზიციაში იმდენად ნაგავი ხართ და იმდენად დამპალი არსებები ხართ წარმოდგენილი, გუბაზ სანიკიძით დაწყებული, მისი შვილით გაგრძელებული და აი ამ კიკუ ელისაშვილები, ანა წითლიძეები, ვიღაცა თინათინ ბოკუჩავები და ლევან ხაბეიშვილები და აი ეს ვიღაცა ამაზრზენი არსებები, იმდენად ნაგავი ხართ და იმდენად საზიზღარი ტიპები ხართ, რომ კი ნამდვილად თქვენზე 1000 თავით უფრო მაღლად დგას და 1000 ჯერ უფრო ღირსეულად გამოიყურება აი ეს კორუფციაში გახვეული ქართული ოცნება. ასე რომ აი ამ რაღაცებს რო ლაპარაკობს კიკუ ელისაშვილი რა, რო ლაპარაკობს რომ თურმე კახი კალაძე კორუფციაშია გახვეული და ღორია და ვერ ძღება, ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას იმას, რომ თვითონ რამდენად უღირსი და ფარჩაკი ტიპები არიან, რომ აი ეს კორუფციაში ჩამხჩვალი ტიპები სჯობნიან მაინც აი ამ ფარჩაკებს და მაინც 1000 ჯერ უფრო ღირსეულად გამოიყურებიან, ვიდრე აი ეს ფაჩიკო ელისაშვილები და ეს კოლექტიური გუბაზ სანიკიძეები და ხაბეიშვილები გამოიყურებიან. ასე რომ სანამ აი ეს ნაგავი ქართული ოპოზიციიდან არ გააჯვავს და სანამ ელისაშვილების და სანიკიძეების და ხაბეიშვილების ადგილი არ დარჩება ქართულ პოლიტიკაში, მანამ მოიგებს ქართული ოცნება არჩევნებს და მანამ ამ ქვეყანაში 1000 თავით უფრო ღირსეულად გამოიყურებიან კორუფციაში ეჭვმიტანილი ტიპები. აი ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს კორუფციაში გახვეული თუ ეჭვმიტანილი კახი კალაძე კიდევ ერთხელ დაგდებთ ბეჭებზე ამ არჩევნებზე და ეს ერთადერთი რამის დამადასტურებელია, რომ თქვენ იმდენად ბანძები და გოიმი და დედამოტყნული და გულის ამრევი არსებები ხართ ოპოზიციაში, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობას ისევ აი ეს კორუფციაში ეჭვმიტანილი და
კორუფციაში შემჩნეული ტიპები ურჩევნია. ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხას ერთ რამეს, რომ თქვენ იმდენად გულისამრევი დედამოტყნულები ხართ, რომ კი ნამდვილად თქვენზე უკეთესად გამოიყურება კორუფციაში ეჭვმიტანილი კახი კალაძე. ეს არის და ეს რისი თქვაც მინდოდა ელისაშვილის ბნევებთან და ბოდოებთან დაკავშირებით.